გამარჯობა, ეს არის ახალი ამბები 4-ზე მე სოსო ელისაშვილი ვარ თქვენთვის მუშაობას პოსტების საინფორმაციო სამსახური აგრძელებს. ხანგრძლივი დემოკრატიზაციით საქართველოს ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია. კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა. თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე 2026 წლის ატლასი ატლანტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა შეფასების 100%-იანი სისტემიდან 75% ნახევარი დაიმსახურა. გარდა ამისა, საქართველოს ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის კატეგორიაშიც მოხვდა. საქართველოს ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან კრიტერიუმებში, როგორიცაა არჩევნები, სადაც შეფასების 100%-იანი სისტემით 82.4% დაიმსახურა. შემდეგ მოდის სამოქალაქო თავისუფლებები 81.8%-ით, რაც შეეხება კეთილდღეობის ინდექსს, ქვეყანამ ზომიერი კეთილდღეობის სტატუსი მიიღო და მსოფლიოში 47 ადგილზე გავიდა. წელს საქართველოს კეთილდღეობის რეიტინგში ყველა მეზობელ სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ევროკავშირის და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს უსწრებს. კეთილდღეობის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველოს არის მსოფლიოში პირველ ადგილზე. ატლასი, რომელიც გამოაქვეყნა ატლანტიკურმა საბჭომ, კეთილდღეობის თვალსაზრისით საქართველოს არის გამორჩეული ქვეყანა 50 საუკეთესო ქვეყანას შორის არის და ბუნებრივია საქართველოს წლიდან წლამდე გააგრძელებს თავისი პოზიციების გაუმჯობესებას კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით. აღნიშნულს ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა და ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, რაც აღნიშნული ინდექსის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. აქვე უნდა აღინიშნოს, მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციების ზრდა, მიმზიდველი ბიზნეს გარემო პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე და აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავრობას ამბიციური გეგმები გააჩნია. ჩვენი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ იმ მაღალი ზრდის ტრაექტორია, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში ფიქსირდებოდა, კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო და უფრო მიმზიდველი გავხადოთ ქვეყნის ეკონომიკა არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც. პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა დღეს პლენარული სხდომა პარლამენტში. დეპუტატებმა პიტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს და იმედი გამოთქვეს, რომ უნგრეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ურთიერთსასარგებლო ინტერესებზეა დამყარებული, ახალი ხელისუფლების პირობებშიც გაგრძელდება. აღნიშნული საფუძველს კი არჩევნებში გამარჯვებული მადიარის პირველი განცხადებები იძლევა. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებმა პარალელით საქართველოსთან გაავლეს და აღნიშნეს, რომ ქართველი პოლიტიკურად გაკოტრებული ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, უნგრეთში დამარცხებული არჩევნების შედეგებს აღიარებს და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე პარლამენტს ბოიკოტს არ უცხადებს. ამასთან კანონმდებლებმა დღეს პოლიტიკური განცხადებების ფორმატში ფასების რეგულირების საკითხზე და ამ კუთხით კომისიის გეგმებზეც ისაუბრეს. მინდა რომ მიულოცო პიტერ მაგიარს და მის პარტიას არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. ჩვენს კოლეგებთან ერთად ქონდა შესაძლებლობა რომ მიგვეღო მონაწილეობა სადამკვირვებლო პროცესში. არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ გარემოში, იყო კონკურენტული პროცესი და უნგრეთს ყავს არჩეული ხელისუფლება. ნორმალურ ქვეყნებში სწორედ ასე ხდება, რომ დამარცხებული აღიარებს შედეგებს და წლების განმავლობაში ბოიკოტს არ უცხადებს პარლამენტს და ქვეყანას არ აჯანჯღარებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო. ისეთი წყალწაღებული და პოლიტიკურად გაკოტრებული აღმოჩნდა ჩვენი ადგილობრივი ოპოზიცია, რომ ამ შემთხვევაშიც საათსა და ორბანის წაგებაში ეძებდა სიხარულის მიზეზს თუ რაღაც შვებას. თითქოს ბუდაპეშტში მიღებული ეს შედეგი აქ თბილისში მათ რაიმე პოლიტიკურ არსებობას თუნთქვას ხელოვნურად შეუნარჩუნებდა. თუმცა პირველივე პრესკონფერენციაზე მომავალი პრემიერის ყველამ მოისმინეთ ამ ადამიანმა მათ ილუზიებსაც, ეს ილუზიების დაამსხვრია და მათ იმედებს გადაასხა ცივი წყალი. როდესაც განაცხადა, რომ ის გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას, მეგობრობას, ის არაპირებს და მისი ინტერესი არ არის სხვა ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევა და რომ ის მზად არის თუნდაც მაგალითად თბილისში ვიზიტისთვის. უკვე მერამდენეთ ჩვენმა ოპოზიციამ ჯერ ჰოპლა დაიძახა და მერე გადახტა. უკვე მერამდენეთ ისეთ პოზიციები დაიკავეს, რომელიც სამწუხაროდ არ ჯდება ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში. და უკვე მერამდენეთ თავად გააბეს ქსელი და თავადვე გაიბლანდნენ აი ამ ქსელში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხედავთ სოციმედიაშიც უკვე რა კამპანია აგორებული ამ ურთიერთობების დაზიანებისთვის, მაინც გვაქვს ჩვენ იმის იმედი, რომ
საერთო ინტერესების საფუძველზე ჩვენ შევძლებთ ურთიერთობების ამ მეგობრობის იმ სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას, რომელიც ჰქონდა ამ პერიოდის განმავლობაში. ფასების შემსწავლელ კომისიაზე თქვენმა ერთ-ერთმა წევრმა ამ კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ფასები შეიძლება ვერ შეამციროთ. მე არასოდეს არ მithქვამს, რომ შეუძლებელია ფასების შემცირება, პირიქით პატივი უნავცეთ კომისიის მუშაობას. ჩვენ კომისიის ფარგლებში 80-ზე მეტი კომპანია შევისწავლეთ საქართველოში, როგორც წარმოებელი, ასევე იმპორტიორები, ასევე დისტრიბუტორები, საცელო ქსელები. შევისწავლეთ მათი ბიზნეს პროცესები, საოპერაციო ხარჯები, ფინანსური მდგომარეობა, კაპიტალის სტრუქტურა, 7 სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება შევისწავლეთ და დიახაც გვაქვს გეგმა, რომელზედაც მუშაობთ და აქტიურად მუშაობთ და გვექნება დასკვნა კონკრეტული რეკომენდაციებით და კონკრეტული ნაჯბიჯებით და კონკრეტული სტრუქტურული ცვლილებებით, რომელიც საბოლოო ჯამში აღნიშნულ სექტორს ძალიან კონკურენტულ არეას გახდის, ძალიან ეფექტურს გახდის და ჩვენ მივიღეთ სისტემურ შედეგს. და ასევე ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი იქნება აღნიშნულ სექტორის მონიტორინგი შევძლოთ, რადგანაც სექტორს კონდეს ფინანსური დისციპლინა, თუ შეგიძლიათ პროცესში ჩაერთვეთ პროაქტიულად, თუ არა და ძალიან გთხოვთ წინასწარ დასკვნებს ნუაკეთებთ. ჩვენმა გუნდმა მოგეცით შესაძლებლობა მინიმალური ხელფასი 1050 ლარზე მეტი ყოფილიყო. თუმცა თქვენ ამაზეც უარი თქვით. იმ არგუმენტით, რომ თითქოს ეს ინიციატივა არ იყო დასაბუთებული. მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის პოპულიზმი. რა თქმა უნდა, ჩვენ მოხარულები ვიქნებით, რომ მინიმალური ხელფასი 1000 კი არა, 5000 ლარი იყოს და პენსია 200 ლარით კი არა, 1000 ლარით გაიზარდოს. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პენსიებზე და გეკითხებით, რომ რას მოაკლებდით ბიუჯეტიდან ამ თანხას, თქვენი პარტიის პოზიციაა, რომ უსაფრთხოების სამსახურს და პოლიციას, ხო? და ეს უპასუხისმგებლო მიდგომა არის. ენერგო სექტორში მომუშავე კომპანიებს ვალს რატომ პატიობთო? ჩვენი გაცხადებული პოზიცია და იცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ენერგეტიკულად თვითკმარი ქვეყანა გავხდეთ და 2036 წლისთვის კონკრეტული გეგმა არსებობს, რა გეგმასაც ჩვენ მივყვებით და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს იქნება შესაძლებელი და აქედან გამომდინარე უკვე ელექტროენერგიის, ასე ვთქვათ, სოფლიო ბაზარზე არსებული ფასიც ვერ მოახდენს გავლენას იმ ტარიფზე, რა ტარიფიც იქნება ჩვენი მომხმარებლებისთვის და შესაბამისად ეს რა თქმა უნდა უალტერნატივო გზა არის. ბატონი გიორგი შარაშიძე ამბობდა, რომ არჩევნების გზით მოგიწევთ წასვლაო, კი, რა თქმა უნდა, ქართული ოცნებაც ჩანაცვლდება, როდესაც ეს დრო დადგება არჩევნების გზით, ოღონდ ჩანაცვლდება ეროვნული ხელისუფლებით, ვინც არ იქნება მართული აგენტი გარედან და სამწუხაროდ დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართულები და აქედან გამომდინარე ნულოვანი შანსი გაქვთ ქართული ოცნების ჩანაცვლების და ამომრჩეველზე როდესაც საუბრობთ, თქვენს მაგივრად მოვერიდებოდი საუბარს, ვინაიდან 2024 წელთან თქვენ გაგიმესამედდათ ამომრჩევლის რაოდენობა. ვაფიქსირებთ, რომ რა თქმა უნდა ძალიან მადლიერები ვართ ბატონი ორბანის და მისი გუნდის იმ მეგობრობისთვის, რა მეგობრობას გაწიეს მათ საქართველოსთვის. და რა თქმა უნდა ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებშიც. ნაცოპოზიციის სიძულვილის ენა ნიკა გვარამია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეურაცხყოფს და პოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფს პოლიტიკურ აუტისტებად მოიხსენიებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მის სტატუსს ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატიონ ათამიშვილის განცხადებით, აუტიზმის გამოყენება შეურაცხმყოფელ კონტექსტში დისკრიმინაციაა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით და სტიგმას აძლიერებს. შესაბამისად, ყველას, ვინც შშმ პირებს შეურაცხყოფას აყენებს, პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. მას შემდეგ, რაც გვარამიას მიერ გამოყენებულ სიძულვილის ენას ნეგატიური შეფასებები მოყვა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სტატუსი წაშალა, თუმცა იქვე განმარტა, რომ საკუთარ ნათქვამს შეურაცხყოფად არ მიიჩნევს. თლად პოლიტიკური აუტისტები მაინც ნუილაპარაკებთ ყველასთვის ხელის შემართმევაზე და ხალხთან შეხვედრებზე. ვინმე ცინიკოსმა ძალიან აბუჩად არ აგიგდოთ. ცხადია გვარამიასგან ჩვენ ეს არ გვიკვირს, ის არის ჩვენ საზოგადოებაში სიძულვილის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მაგრამ მაინც არის უკიდურესად შემაშფოთებელი, როდესაც ამ სიტყვებით ის პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს, არამედ მთლიან საზოგადოებასაც და თავის მართლებაში ის კიდევ უფრო შეურაცხყოფელი არის, როდესაც საუბრობს, რომ თუნდაც დიაგნოზიზე აკეთებს აქცენტს, მაშინ როდესაც ყველაფერთან ხვდებით, რომ აუტიზმის დიაგნოზი არ არის გვარამიას გარდა. უბრალოდ ეს არის ამ ადამიანების სახე, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ და ყველაზე დაბიო სიძულვილისთვის არიან მზად საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა დღეს გრანტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით განიხილეს, რომლის მიხედვითაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული სახსრები, რომლებიც უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საქმიანობას ხმარდება, გრანტად აღარ ჩაითვლება. მმართველი გუნდის წევრებმა კანონმდებლობაში საკითხის ჩანაწერის სახით დაზუსტება, სპეკულაციების გამოსარიცხად გადაწყვეტეს, ამავდროულად როგორც კანონმდებლები განმარტავენ, გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები კონტროლის შემსუბუქებას არ ნიშნავს და ექსტრემიზმისკენ მიმართული ნებისმიერი თანხის წინააღმდეგ ხელისუფლება შესაბამის ზომებს მიიღებს. დაფინანსებად ითვლება ის სახსრები და გადაცემული ნატურალური ფორმით გადაცემული თუ ფულადი სახით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებაზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდელად განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შესრულისკენ არის მიმართული. გადაცემული სახსრები ასევე იგულისხმება გრანტად, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან, ურთიერთობიდან გამომდინარეობს. თუ საელჩო იღებს საკუთარი სახელმწიფოსგან სახსრებს საკუთარი საქმიანობისათვის, რომელიც პირდაპირ ვენის კონვენციითაც ავალდებულებს მათ, რომ შესაბამისად ვენის კონვენციის დაცვითვე უნდა დაიხარჯოს, ზუსტად იგივე ჩანაწერი კეთდება, რომ მისი ოპერირებისთვის გადაცემული თანხები ეს არ ჩაითვლება გრანტებად, ხოლო გრანტებად ჩაითვლება მაგალითად პოლიტიკის დაფინანსება. პარლამენტმა პირველი მოსმენით იმსჯელა უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზეც, რომელიც საქართველოში ახალ C5 კატეგორიის ორდინალურ ვიზას ნერგავს. კანონპროექტის მიხედვით აღნიშნული ვიზა უცხოელს ტურისტული მიზნით ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობას 5 წლის განმავლობაში მაქსიმუმ 1 წლით აძლევს. გარდა ამისა, ცვლილებები შედის საკონსულო მოსაკრებლის შესახებ კანონშიც, რომლითაც საქართველოს ვიზების გაცემის საკითხის განხილვისთვის საფასური არანაკლებ 20 და არაუმეტეს $500 ოდენობით განისაზღვრება. იგივე ჩანაწერია. ეს არის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა, რომელიც გაიცემა 5 წლის მოქმედების ვადით, ანუ 5 წლის განმავლობაში უცხოელს შეიძლება მაქსიმუმ 1 წლის ვადით, მაქსიმუმ 365 დღე საქართველოში დარჩენის და აქედან მუშაობის შესაძლებლობა. C5 კატეგორიის ვიზა ასევე ქმნის დამატებით შესაძლებლობას ინვესტიციების მოზიდვისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ერთი ფაქტიც, რომ ეს ამ ტიპის ადამიანები სოციალურ ტვირთს არ ქმნიან ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ისინი არ სარგებლობენ სოციალური პროგრამით, სახელმწიფოს მიერ გაცემული სოციალური პროგრამებით, ისინი მასიურ და ასე ვთქვათ, წნეხს დატვირთვას არ ქმნიან საჯარო სერვისებზე. მეორე არსებითი ცვლილება ამავე კანონში ეს არის ის რომ განისაზღვრება, რომ საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება. მსგავსი პრაქტიკა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მოქმედებს საკონსულო გადაწყვეტილებების გადასინჯვის დაუშვებლობის დოქტრინა. ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა. შედეგად შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ ექცევა, რაც შესწავლისა და მშენებლობის ნებართვების მისაღებად პროექტის გამარტივებული პროცედურებით სარგებლობას გულისხმობს. ევროპული კანონმდებლობის თანახმად დამტკიცებულ ორმხრივი ინტერესების პროექტებს ევროკავშირის მხრიდან აქტიური სამართლებრივი, ფინანსური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა ექნება. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ციფრული და წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. წყალქვეშა კაბელის მშენებლობა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებისთვის და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტს ევროკავშირში, მაგრამ ამასთანავე ის გააძლიერებს ევროკავშირის ენერგო უსაფრთხოებას და ენერგო დამოუკიდებლობას. ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანი და დიდ ბიზნესს მისცემს ზოგადად სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს. სწორედ ამის დასტურია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ მიენიჭა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს PMI სტატუსი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სტრატეგიულ მნიშვნელობას.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად 1990 წლიდან დაწესდა. 48 წლის წინ თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის sapasუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15,000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს კი სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100,000 ადამიანი შეიკრიბა. პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. დედაენის დღე საზოგადოებას დღეს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მიულოცა. მეტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ქართული ენა ღმერთისგან ბოძებული ერთ-ერთი დიდი საუნჯეა, რომელსაც განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. ჩვენს ქვეყანაში აღინიშნება დედაენის დღე, ქართული ენის დღე. ჩვენი ენა უძველესი, უმშვენიერესი და ასაოცრად დიდებული არის ერთ-ერთი დიდი საუნჯე ღმერთისგან ბოძებული. აი მისი უწმინდესობას და უნეტარესობას უთქვავს, რომ შეუდარებია ქართული ენა ღმერთისგან მომავალ მუსიკასთან. საღვთო სულიერ მუსიკას შეადარა, რომელიც შენახვამაც განაპირობა ჩვენი ერის დღემდე გადარჩენა. ამიტომ გვმართებს ძვირფასო ძმებო და დებო, განსაკუთრებით ზრუნვა ჩვენი მშობლიური და უნიკალური ენის შენახვისთვის და გადარჩენისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას დედაენის დღეს ულოცავს. ირეკლი კობახიძის განცხადებით 14 აპრილს ქართველმა ერმა მსოფლიოს დაანახა, რომ ეროვნულ ღირსებას არასდროს დათმობს. მისივე თქმით, ვალდებულება მშობლიური ენის მიმართ მარადიულია და დედაენის სიძლიერე და განვითარება ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. გილოცავთ დედაენის დღეს 1978 წლის 14 აპრილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია ამ დღეს. საქართველოს ერთმუშტად შეიკრა დედაენის დასაცავად. ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა ქართველმა ერმა მსოფლიოს დაანახა, რომ არასოდეს დათმობს ეროვნულ ღირსებას. მაშინ ენის დაცვა ნიშნავდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეის გადარჩენას. სწორედ ამიტომ ისტორიულმა გამარჯვებამ უმძლავრესი ბიძგი მისცა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. 14 აპრილის თაობამ შეინარჩუნა ფუნდამენტი, რომელზეც დღეს ჩვენი სუვერენიტეტი დგას. ჩვენი ვალდებულება მშობლიური ენის მიმართ მარადიულია. თანამედროვე სამყაროში ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა კვლავ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი ვალია განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე. დედაენის სიძლიერე და განვითარება ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება მინისტრის მოადგილემ გახსნა, დაამსწრა საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სტუმრებს სახელმწიფო ენის დღე მიულოცა. სვიად გაბისონიამ განსაკუთრებული ყურადღება გლობალიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში ქართული ენის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა. მისივე თქმით, ქართული ენის ინტეგრაცია ახალ ტექნოლოგიებში, ხელოვნურ ინტელექტსა და საგანმანათლებლო პლატფორმებში მნიშვნელოვანია, რაც არამხოლოდ ხელმისაწვდომობას ზრდის, არამედ ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც ქმნის. ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში უცხოეთში მოქმედი ქართულოლოგიის ცენტრების საქმიანობის ამსახველი ვიდეო რგოლების ჩვენებაც მოეწყო. ღონისძიების დასასრულს კი პანელური დისკუსია თემაზე სამეცნიერო მიღწევები საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში გაიმართა. 14 აპრილი გახლავთ ქართული ენის დღე. საქართველოს მთავრობა და სამინისტრო ძალიან ბევრი ინიციატივას ახორციელებს ამასთან დაკავშირებით. ბაკალავრიატის დონეზე ჩვენ ქართული ენა განსაზღვრეთ როგორც სავალდებულო კურსი. შესაბამისად, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის დონეზე სავალდებულო წესით ისწავლება ქართული ენის კურსი. გარდა ამისა, ჩვენ მუშაობთ ძალიან აქტიურად გაციფრულების ეპოქაში, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, შესაბამისი ქართული ენის LLM მოდელების განვითარების ნაწილზე. ასევე ჩვენ გვეგმავთ, რომ ელექტრონული მმართველობის ნაწილში, მათ შორის განათლების სამინისტროს ნაწილში იყოს დანერგილი რამდენიმე უმნიშვნელოვანესი პლატფორმა. დღეს ქართული ენის დღეა, დღე რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს 1978 წელს იმ გმირობის შესახებ, რომელიც ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ მოახდინა იმისათვის, რომ დაეცვა, გაეძლიერებინა და თაობებისთვის გადაეცა ჩვენი ენა. მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო ამ დღეს არ მხოლოდ ზეიმით ხვდება, არამედ პასუხისმგებლობით იმისათვის, რომ სახელმწიფო ენა კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროს
გავაძლიეროთ განსაკუთრებით იმ ტექნოლოგიურ ხელოვნური ინტელექტის გამოწვევების ფონზე, რაც არსებობს, ეს გარდაქმნათ შესაძლებლობად გავაძლიეროთ და გავამდიდროთ ჩვენი ენა ქართული. დღეს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათია მართლმადიდებლური სამყარო უფლის აღდგომის აღნიშვნას აგრძელებს. ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს საქართველოში ივერიის ყოლა წმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე აღინიშნება. ყველა მოქმედ ქრისტიანულ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ტარდება. სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სადღესასწაულო წირვა მახათას ივერიის ყოლა წმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში აღავლინა. მეუფეშიომ ქადაგებისას მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღე გახლავთ დღეს. როგორც გახსოვთ, ის სასწაულებრივად გამოჩნდა ზღვაში ათონის ივერთა მონასტრის ახლოს და ჩვენმა ქართველმა ღირსმა მამებმა ის გამოაბრძანეს ზღვიდან და დააბრძანეს ტაძარში. მაგრამ მეორე დილას დახვდათ კარიბჭის თავზე, რის გამოც ამ ხატს ეწოდა კარიბჭის ხატი. არ არის შემთხვევითი, რომ აღდგომიდან მესამე დღეს არის ამ დიდებული ხატის ხსენება, როგორც საქრისტიანოს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდისა. როგორც ის შეიძლება ითქვას, რომ სააღდგომო ხატია, სრულიად და ყველაზე გამორჩეული ხატია ივერიის ღვთისმშობლის ხატი. და აი ამ ხატის მეშვეობით, იმ სასწაულების მეშვეობით, უფალი ჩვენ გვახსენებს, რომ ის არტოვებს თავის შექმნილ სამყაროს, ის არტოვებს საქართველოს. და რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც მუდამ ზრუნავს ჩვენთვის და ევედრება ღმერთს ჩვენთვის, შუამდგომლობს მის წინაშე ჩვენთვის და ამ ხატის მოვლენებაც, როგორც გითხარით, არის ამის ერთ-ერთი დასტური მისი ფარველობის და წყალობის და ამ ხატიდან გვეძლევა ჩვენ შეწევნა, რომ დავამარცხოთ ცოდვები და სული გადავირჩინოთ. პლასმასის მოხმარების შემცირების მიზნით შემუშავებული რეგულაციების ამოქმედების თარიღებთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტებას აკეთებენ. 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით აკრძალულია პლასმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კობზების, ჩხირების, თეფშების, საძრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების, ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება, იმპორტი ან და ბაზარზე განთავსება. ძალაში რჩება საზოგადოებრივი კვების ობიექტებში აკრძალვა პლასმასისგან დამზადებული ერთჯერადი კონტეინერებითა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების შესახებ. 2031 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასმასის ბოთლებში სასმლის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე და 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სხვა სასმელზე. 26 წლის 1 ივლისიდან კვების ობიექტებს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აეკრძალებათ ნებისმიერი პლასმასის კონტეინერით და ჭიქით სურსათის მიწოდება მომხმარებლისთვის და გარდა ამისა 2026 წლის 1 ივლისიდანვე კვების ობიექტებს აეკრძალებათ პლასმასის ბოთლებით სასმელების რეალიზაცია. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის ხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გარკვეული ნორმატიული აქტის ამოქმედების ვადის გადაწევასთან დაკავშირებით, ეს უკავშირდება პლასმასისგან დამზადებული, პლასმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების წარმოებას, გარდა ექსპორტის მიზნის წარმოებისა, იმპორტს და ბაზარზე განთავსებას. ეს აი ამ ვადამ გადაიწია 2031 წლის 1 თებერვლამდე. ცხადია, ბიზნესისთვის მარტივი არასდროს არ არის, იმიტომ რომ ეხება კონკრეტულ გაყიდვებს, კონკრეტულ პროდუქტს და ამ შემდეგ, თუმცა როდესაც გვაქვს რეგულაცია, ჩვენ უნდა გადავეწყოთ კომპრომისის შედეგი იყოს სწორედ ის, რომ რაღაცა ნაწილი რეგულაციების ახლა ამოქმედება, თუმცა რაღაც ნაწილი გადაიდო 4 წლით. ამასთან ის სტანდარტები და რეგულაციები, რომელიც ხელს უწყობს გარემოს ნაწილში მიკროპლასტიკისგან დაცვას ჩვენი გარემოსი, ბუნებრივია, ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და გვესმის, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
საქართველოში იანვარ-მარტში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე 5 მილიარდ 862 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1%-ით მეტია. გაზრდილია ექსპორტის მაჩვენებელიც. მარტის თვეში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა და ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც მარტის თვესთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია. ასევე აღსანიშნავია, რომ იანვარ-მარტის მონაცემებიც რეკორდულია და კერძოდ ექსპორტის დაახლოებით 23%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1.7 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ მეტყველებს ქვეყანაში ბიზნეს აქტივობის ზრდაზე, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება დავით სონღულაშვილმა ვერონაში ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა ვინიტალიზე წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერა. მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში 30-ზე მეტი ქვეყანა და იტალიის მეღვინეობის ყველა რეგიონი მონაწილეობს. მინისტრმა მონაწილეობა კონფერენციაში სახელწოდებით ვაზისა და ღვინის კულტურული ღირებულების აღიარება საერთაშორისო პერსპექტივები მიიღო. დავით სონღულაშვილმა ქართული ღვინის, როგორც ღვინის იდენტობის ნაწილზე, ქვეყნის იდენტობის ნაწილზე კულტურულ ღირებულებებზე და საერთაშორისო ბაზრებზე მისი ადგილის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დავით სონღულაშვილმა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე გამოხატა მზადყოფნა, რომ საქართველოს 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის კონგრესსაც უმასპინძლოს. გამოფენის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც შესაძლებლობა ჰქონდა, რომ კიდევ ერთხელ გვესაუბრა ქართული ღვინის მნიშვნელობაზე, კიდევ ერთხელ ხაზი გაგვესვა ქართული ღვინის როლზე, მსოფლიო ღვინის ტრადიციაში და ისტორიაში ჰქონდა შესაძლებლობა, რომ შეხვედრილიყავით ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტს, რომელთა მოლაპარაკებითაც შესაძლებელი იქნება, რომ მომავალ წელს 2027 წელს საქართველოში ჩატარდეს ღვინის საერთაშორისო კონგრესი. მოხარული ვარ, რომ შევხვდი მინისტრს დავით სონღულაშვილს. საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა 2027 წელს უმასპინძლოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს. ვფიქრობ, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ყველასთვის საინტერესო და სასიხარულო იქნება. ასევე მადლობელი ვარ საქართველოს მხრიდან OIV-ს ერთ-ერთი პროექტის მხარდაჭერისთვის, რომლის მიზანია ღვინისა და ვაზის კულტურის გლობალური აღიარება. ეს ჩვენი სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოუთმენლად ველოდები 8 მაისს ღვინის ეროვნული დღის აღსანიშნად საქართველოში ვიზიტს. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მათ შორის არიან აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელარუსის, ეგვიპტის, თურქეთის, იემენის, ინდოეთის, კამერუნის, ინდონეზიის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, სომალის, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს გორში ტრადიციულად სახალხო დღესასწაულ ოქონობას აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით ოქონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ატენი გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრია მაღალბინა წირვის დასრულების შემდეგ კი ლიტანიობა გაიმართა. ხატით ხელში ქალაქის ქუჩებში მსვლელობაც მოეწყო. პატრიარქის გარდაცვალების გამო საზეიმო ღონისძიებები დღეს ქალაქში არ გაიმართება. დღესასწაული ოქონის ხატს უკავშირდება, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა. ხატის საომარი მოქმედებების დროს ცხინვალის მუზეუმიდან დაიკარგა, მოგვიანებით კი ის კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს, საიდანაც სახელმწიფოს ძალისხმევით მისი გამოსყიდვა და საქართველოში დაბრუნება მოხერხდა. ოქონის ხატი, რომელიც იყო მთავარი მფარველი ქალაქ გორისა და ჩვენი რეგიონისა, აღდგა მისი თაყვანისცემის დღე და ამ დღეს სრულდება საზეიმო მსახურება და ლიტანიობა ჩვენი ქალაქის ცენტრში. გორელებისთვის მე-12 საუკუნიდან მიიჩნევა სასწაულმოქმედი ხატის მფარველობა გორელებისთვის. გეხსენებათ, ამ ხატს აქვს თავისი ისტორია. გარკვეული პერიოდი იყო დაკარგული და მოხარული ვარ, რომ დღეს ეს ხატი ეროვნულ მუზეუმში ინახება. დღეს გორის მუნიციპალიტეტი აღნიშნავს ოქონობას, ჩვენი ქალაქის მფარველი ხატის დღეს, ასე რომ მინდა მიულოცო ყველა გორელს,
ფარავდეს ჩვენს ქალაქს და სრულიად საქართველოს. სრულიად საქართველოს ჩვენს ქალაქის მართლმადიდებელ მოსახლეობას ულოცავ დღევანდელ ლამაზ დღეს. ოჯახით აღვნიშნავთ ყოველ წელს ამ დღესასწაულს. ძალიან მიხარია გორელი რო ვარ, გორში რო ვცხოვრობ და ოქონის დღესასწაულს აღვნიშნავთ. ეს იყო ახალი ამბები 4-ზე, მე ამით გემშვიდობებით. ახალი ამბები ზუსტად 7-ზე ანა აშორდიასთან ერთად დაბრუნდება, თქვენ კი წინ პოლიტიკური პოსტი ნუგზარ ხალთასთან ერთად გელით ნახვამდის.